შეგახსენებთ ესეთი ფუნქცია არსებობს eval, რომელიც ძალიან მარტივია. ნახეთ evals უნდა შეგიძლიათ რომ თქვენ ნახეთ არასცეთ გარკვეული მათემატიკური ისე გამრავლება ამ წუთას და დაბეჭდოთ ეს პირდაპირ. და რომ დაბეჭდავთ, აი დაიბეჭდა 4. 2x7-ზე დაიბეჭდება 14 და ასე შემდეგ. ასევე შეგიძლიათ დავუშვათ user input უდრის users გითხოთ რა ინტერესებს, რა მოქმედების შესრულება გვინდა და მე eval ფუნქციას უკვე user input-ი გადავცემ. ეხლა გავუშვებ user ჩვენ გვეკითხება ხო რაღაცას, დავუშვათ მე მაინტერესებს 5 გამრავლებული 10-ზე. ვაჭრე enters და გამოიანგარიშა რომ ეს არის 50. მოკლედ ეს evaluation ან მოკლედ ეს აკეთებს ამ ყველაფერს ხო eval-ი. უბრალოდ ეს ცოტა საშიში ფუნქცია არის, იმიტომ რომ user-მა შეიძლება შემოიყვანოს ისეთი ანუ eval-ი, რასაც მისცემ ყველაფერს გაუშვებს. და user-მა ეხლა წარმოიდგინეთ ვიღაცა ადამიანმა ამ დროს რო შეიყვანოს Python-ის კოდი. რა მოხდება იცით? ეს eval ფუნქცია გაუშვებს მაგ კოდს. ანუ ამასაც უშვებს, ნახეთ კი ბატონო. ამასაც უშვებს 2x 10. იმიტომ რომ ესეც ხო Python-ის კოდია. დიახ. ხო? ამიტომ არის ეს eval-ის გამოყენება ცოტა სახიფათო. და გაჩვენებთ უკეთეს ალტერნატივას, აი მათემატიკური გამოთვლებისთვის მაგალითად. აი მაგალითად უცებ გაჩვენებთ უგინეთ მაგის ხიფათს. ნახეთ import OS. OS მოდულში ჩვენ ესეთი რაღაცა გვაქვს. ნახეთ ეს დაივიწყეთ ცოტა ხანი. ჩვენ გვაქვს ესეთი რაღაცა OS get current working directory. აი ესეთი რაღაცა გვაქვს. ამას რო გავუშვებ, ნახეთ რა იბეჭდება. ის დირექტორია, რომელშიც ახლა მე ვარ. ანუ ეს ნიშნავს რომ get current working directory. ამ წუთას არაფერი დიდად საინტერესო, უბრალოდ აი ესეთი რაღაცა არის. ნახეთ, მომხმარებელს შეუძლია, რომ ჩვენი აი ეს working directory დაადგინოს, თუ კი მაგ კოდს შეიყვანს აი აქ. აი ნახეთ, ოდნავ გაწაფულმა პროგრამისტმა შეიძლება აი ესეთი რაღაცა ჩაგვიწეროს, აი user input-ში. ეხლა ხო გველოდება რომ input-ი მიშევიდა, ნახეთ ესეთი რაღაცა რომ შემოიყვანოს. import OS და მე get current working directory. აუ პროცედურად ეს ძალები არ გვინდა. აი ეს რო შემოიყვანოს. და გავუშვებ ხა ამას. ნახეთ რა დაიბეჭდა. ხო ამ წუთას არაფერი დაზიანდა. უბრალოდ ხო, აი ესეთი რაღაცა შეიძლება მოხდეს რა. შეიძლება აქ იყოს რაიმე დამაზიანებელი ისა ან რაღაცა ისეთი შემოიყვანოს, რომელიც აი env ფაილი რო გვაქვს ჩვენ და აქ რო ვინახავთ სენსიტიურ ინფორმაციებს. შეიძლება შემოიყვანოს კოდი, რომელიც ამ env ფაილს აიკითხავს და მე მეილზე გავგზავნის ჩვენს პაროლებს. ხო, მაგრამ გვაქვს უკეთეს, მოკლედ eval-ის ნაცვლად. და ეგ არის import num expert num expert actually evaluate აი ეს აი ამ რახან მოდული შემოვიტანე მხოლოდ და არა ეს evaluate, იმიტომ რომ მაგაშია შეგვიძლია დაგვეწერა რა ხო from expert import evaluate მოდი ეგრე ვქნათ მაშინ და აქ დავწერო უბრალოდ evaluate და ეხა უკვე ესეც ისე იმუშავებს, მაგალითად 4x5 გამოიანგარიშებს, მაგრამ აბა ვნახოთ ამაზეც თუ იმუშავებს, ამას დავაკოპირებ. ეს გავუშვათ და აი ამ შემთხვევაში გადის error-ზე. სპეციალურად. ანუ მაგ კოდს არ უშვებს.